Ivan Shudobis მეგობრებო, როგორ ხართ? ჩემი არნის ხედიდან მოგესალმოთ. ხომ ხართ ყველანი კარგად? დღეს ამინდი გვაქვს, მაგრამ დაღრუბლა მაინც. თავარი არ გაწვიმდეს. რუბელი არ გიშლის. აქ ხმაურია და შევიდეთ სახში ჯობია. ხეთ რა ხმაურია. ხედიც არ გვივარგა. რაღაცე დავალაგე. მაგრამ ჯერ საქმე არ დამთავრებია. გულში რომ ბულკები გამოვაცხე უკვე ნახევარი აღარა. ჩემთან ასე იჭმება ყველაფერი. ოღონდ ტკბილეული ძალიან და საჭმელი იმდენად კიდე რა ვიცი. ეხლა თან ცოტას ამე საქმეს გავაკეთე და თან თქვენს ერთად ვიწოდო. ჭურჭელი ამოსალაგებელი მაქვს. ანქარია ცები კიდევ გასარეცხი მაქვს. ეს გასარეცხი. გამოვცვალოთ. სახლი როგორია? ერთ წუთს თუ ყურადღებას მოვადუნებ, უკვე всё. უკვე საქმე დაგროვდება უფრო მეტი. და ეხლა თან დავალაგო და თან თქვენ გეჭორავ. ვერ მოვასწარე კიდევ ბულვარში იმდენი რამის გადაღება შეიძლება, მაგრამ ვერ მოვასწარე, რომ გვიან გავედი და რაც მოვასწარე ის იყო. ოცდაერთში გაიხსნა სეზონი, მაგრამ არა გითხრათ, ეს სეზონის ხალხი კი როგორ არა, მაგრამ რას ვამბობ, იცი? ხალხი არის, მაგრამ კიდევ კეთდება, გადათხრილია ზღვის სანაპიროსთან, ბევრი რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ რას აკეთებენ ვერ გეტყვით. ანუ სეზონი გახსნილია, მაგრამ ადრე რაც იყო ყველგან ჭიქური, ყველგან რაღაცები ისეთი არ არის. რა ვიცი, იმედია მალე მოამთავრებენ და დამსვენებელი რომ ჩამოვა, იყოს მოწესრიგებული. ზოგი ადგილი ჩანდა გუში რომ ვირებდი როგორ არის. არ არის ჯერისი და არის დახურვა და მოვეწყდა და ეს ხმა ხომ უკლეთ. ადრე რომ გავდიოდით მაგ ადრე რა შარშასწი. ყველა ფეხის ნაბიჯზე იყო, სანაყინეები, რაღაცა სასმელები, ეს ტკბილ სასმელებს ვლაპარაკობდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე იყო. ეხლა თითოეულა არის. აგუშინ თოლიას ნაყინი ხომ მინდოდა ვიყიდე, მაგრამ ის თოლიას ნაყინი არ არის. ჭამეთ, მაგრამ ის არ იყო რასაც ჩვენ შარშან და მე ჭამდით და ისა გითხრეს რომ ის ჭიხურებიო არ არისო, შარშან რომ დაშალესო, იმის მერეო არ შემოსულაო და არ ვიცი თუ რა ექნებაო და სადღაც იმ ტერიტორიაზე სადაც მე ვიყავი, ორი იყო მარტო და არ დიდად რომ თქვა რომ შარშანდელის გემოქონდა მეთქი არა. მაგის გამო რომ მივდივარ იქ ნაყინის მეტი რა არის, მაგრამ იმას ქონდა ძველებური ჩემი ბავშვობის ნაყინის გემოს მახსენებდა და მაგის გამო იქ რომ ჩავდივარ, მაგ იმ ადგილს ვეძებ, რომ ის ნაყინი მინდოდა, მაგრამ არ არის. იმედია შემოვა თანდათან.
მე ახლა სულ ბულვარში დავდივარ, მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ წელს უფრო მომიწევს გასვლა, იმიტომ რომ თქვენც გაგიყვანოთ და გათვალიერებინოთ. ხო, დრო აღარ დამჩა გუშინ, თორემ ახლა სანახაობის მეტი არის იქ ალის და ნინოს ქანდაკებასთან ვერ მივედი, სხვის კიდევ გადასახედია იქ, სხვაზე გადასახედია კიდევ ერთი ადგილი იქ, კიდევ გემების სადგომი და რომ არის იქაც მინდა მისვლა. მივაღწევ ერთ დღეზე ყველაფერს, ერთ დღეზე რა, მე სულ ვიყავი 1 საათი. დრო აღარ იყო და მალე წამოვედი იქიდან დაღამდა. რაც მოვასწარი ის იყო, თორემ სანახავის მეტი რა არის ახალ ბულვარს ჩასვლამდე და იუსტიციის სახლთან მისვლამდე, ბევრ რამეს თანდათან დრო რომ მექნება, გავალ, ყოველთვის ვიცდილებ რომ თქვენამდე მოვიტანო ბათუმის სილამაზეები. მეც მინდა რომ გაჩვენოთ და თქვენც გაქვთ სურვილი იმის რომ ნახოთ და რატომაც არა. რაღაც ესე მომიწია ამ ბოლოს რომ თან ამინდებიც არ გვიწყობდა ხელს რომ გავსულიყავით დიდად გარეთ, თორემ კი ახლა მთელი ზაფხული სახლში ასე ხმარ ვიჯდები მართლა, სულ სადმე გავალ აუცილებლად და გაჩვენებთ ყველაფერს. იგას სოსისებს მოუხარშავ და კვერს მოუხარშავ, სულ ცომეული რომ არ ჭამოს დილას, ზოგჯერ ცლი რაღაცით. და ჩაის არ დალევს და სხვას ნონდა მაინც არ შეჭამს და სულ ცომეულიც რა ვიცი აბა. კვერცხი, მე მაცივარში ყოველთვის გარეცხილს ვინახავ და პირდაპირ ჩავყრი ხარ. კვერცხს რომ ჩავაწყობ ცივ წყალში და დავადგამ და ადუღდება, მერე გადავწურავ, დავასხამ ისევ ცივ წყალს და ვხარშავ ცოტა მარილის ერთად. ასე იმიტომ ვაკეთებ, რომ კარგად გაირჩევა და ზედერთი ნაჭუჭიც არ შერჩება. თორემ ახლა კვერცხს რეკლამა არ უნდა ასე ვისწავლე და მართლა კარგი დარჩა და მაგიტომ ამბობ მეც. კამპოტიც გადავწურო მეთქი და შევინახო მაცივარში რომ ცივს მერე საჭმელთან ამირანს უყვარს ძალიან და მიაყოლებს. გუშინ რომ მოიტანა ჟავებაში იყო და ტყემალი და ტყემალი ისე იყო გაფუჭდებოდა მალე. ვარჩიე გამეკეთებია და იმიტომ გავაკეთე ამ ხელაქვაბით, თორემ ისე საწავა უყვართ დამევენ და ჩავდგა მაცივარში და იქნება. ისე მე კი არ გამისინჯია. ერთი წესი მაქვს, არ მიყვარს გასინჯვა. ნორმალურია. არ მიყვარს გასინჯვა, გინდა საჭმელი იყოს და გინდა ასე კამპოტი. თვალის ზომით ვაკეთებ. თვალი ისეა მიჩვეული და ხელი ისეა მიჩვეული, რომ ზუსტად გამოდის. ეხლა გაზი მაქვს კარგად გასახეხი. ამასაც მოვხარშავ და ისე გავხეხავ. საქმეს რა გამოლევს? არ გამოილევა საქმე არასდროს. მაგრამ ჩემთვის არ არის პრობლემა. ეხლა რომ ავყვედა ვალაგო ძალიან ხმაური იქნება და არ მინდა თქვენც რა შეგაწუხოთ. დღეს საჭმელს ვაკეთებ ტოლმას, ტოლმა მაქვს გეგმაში, მაგრამ შემდეგ ვიდეოში მექნება ალბათ. მე ვაკეთებ яланჭ ტოლმას, ანუ ხორცის გარეშე, რადგან ხორცი არ უყვართ ჩემთან ტოლმაში, მაინც და მაინც. და яланჭ ტოლმას ვაკეთებ, როგორ
გალინა ბლანკი წვანილებით, ნუ გაჩვენებთ მერე თქვენს ერთად გავაკეთებთ და ვაკეთებ ხალში. კი, ახლა ბულგარულში, კარტოფილში, ბადრიჯანში, ყველაფრის ერთად კი, ვიცი, ვაკეთებ, მაგრამ ჩემთან ასეც არ ჭამენ. უყვართ ხალის ძალიან და მეჩვენია არამე ისეც გავაკეთებს, როგორცაც ჭამენ. თორემ რა ბულგარულშიც ჩვეულებრივი და შემწვარსაც ვაკეთებ ბულგარულში და მოხარშულსაც. დღეს ეს მაგ გეგმაში და სხვა მეგობრებო, არაფერი არ მაქვს დღეს ისეთი. ეხლა სადაც გიგა გაიღვიძებს. მეც გავაგრძელებ მე საქმეს. ეს მოიხარშა. იქით მინდა ბანკების ოთახიც დავალაგო, ანუ გუშინ კი შევაწყეთ კამპოტები იქ, მაგრამ არ დამილაგებია მე რომ მიყვარს ისე და იქაც მინდა დავალაგო და მე თუ მოვახერხე და მივედი იქამდე, რა ვიცი, იქაც გაჩვენებთ. დიდი არაფერი ჩვეულებრივად კამპოტებს ვალაგებ. მეტი არაფერი მეგობრებო, ისეთი არ ვამსკეთ, ეს ორქიდეა მაინტერესებს. რა ქნა? კი, ახარებისკენ მიდის. ამდვილად. ცოცხლათა, მწვანების ცოცხლათა, ფესვების, უი, რა კაია. აი, ნახე ეს მინდოდა ზუსტად. საჰაერო ფესვი მოაქვს უკვე, ფარები მე მგონი ჩემს თავს. როგორ გაჩვენებთ ახლა ისეთი პატარაა ჯერ, ვერ გაჩვენებთ. ნახოთ აბა. აქედან ვერ გაჩვენებთ. საჰაერო ფესვი მოაქვს უკვე, ანუ ჩემი ორქიდეა გაცოცხლდა ისე. ეს ყვავილიც შერჩა. ის ძველი რაც იყო მოიცალა, ეს მერეა ეს ყვავილი გამოსული. ორჯერ აყვავი და ერთ ტოტზე. ეს შერჩა და ის ძველი მოიცალა უკვე. ეხლა საჰაერო ფესვები რადგან მოაქვს, ახალ ტანებსაც გამოიღებს, ახალ ფოთლებს, ტანებს, მე ტოტებს ვეძახი ტანებს. გუშინაც ეგრე ვთქვი. ახსოვს. როგორ გამიხარდა ახლა, ანუ ჩემი ორქიდეა უკვე ჯამრთელად არის. ფესვები სულ მწვანე აქვს. ჯერ წყალი არ საჭიროებს. აქეთ კიდე გამოუღია შიგნით ახალი ფესო. უი, მე რა კარგია. გამიხარდა ძალიან. ამას უყურებ ყოველ დღე. ეს ფესოებიც უკვე სიცოცხლე დაეთყო ამ გენსაც. ეს აუცილებლად ამოიღებს ახალ ფოთლებს და ესეც საჰაერო ფესვებია, მაგრამ ამას ცოტა მოწყენილობა აქვს და ეს სამი სულ ახლავია ცოცხლათაა. როგორ გამიხარდა? ეს არის ჩემი ბიჭის ნაჩუქარი და 6 წელია. ასე ხან მოიწმენს, გავაცოცხლებ და აქეთ ყავს. მოწონს ძალიან და აქ გაიხარა ამან ყველაზე უკეთესად და ჩამოვკიდე და მყავს აქ. ოღონდ იყოს და ცოცხლად და რა უყო. ჩემი ჩინური ვარდი ისე ვიღებს. ხო და ვარდობას რომ დაამთავრებს. ანუ აყვავილებას რომ დაამთავრებს. მერე მინდა რომ ცოტა გამოუსხლა და ასე არ მინდა სიმაღლეში იყოს. რაღაც ცოტა მინდა დავარგვალო, დავაბუჩქო. კვერცხიც მოიხარშა. ცეკვას გადავავლებ. სიუნკიც გაიგვიძებს და გაჭნე.
ადრე ყავას სვამდა დილას და ერთად სვამდით მე და მან და ეხლა რატომღაც აღარ სვამს არ ვიცი რატომ და ხოლოდ რამეს ასე ცოტას წასუცნის და წავა სამუშაოზე. გვიან ღამე მოდის, ხან ღამეც მუშაობს იმ ტატუზე, დილამდეც მუშაობს, ზოგჯერ ხან ღამის 4 საათამდე, ხან 2-მდე, რა ვიცი, ხან შეიძლება 10-მდე იმუშაოს საღამოს და ადრე მოვიდეს და ზოგჯერ ასე უწევს ძინავს დილას, რომ მე გავიდეს სამუშაოზე. ხა დილას რომ მოდის, აბა გამოძინება და დასვენებაც ხომ უნდა. 11-მდე მაინც აიხსნება ტატუს სალონი. ეხლა ზაფხულია, ცოტა იქნება მუშაობა იმედია და ეხლა თუ არ იმუშავა, ზამთარში არ არის ისეთი მუშაობა, ცოტა ნაკლებია და აი ზაფხულში ჩვენ ეს გვჭირს, რომ ჩემი მეუღლეს ამირაის ზაფხულში უფრო აქ მუშაობა ხილბოსტანი რომ არის უფრო შემოსული და დავჭდე ცოტა ხანი. მაგაზე მუშაობს და გიგაც უფრო ტატუზე ზაფხულში მუშაობს ვიდრე ზამთარში და ამიტომ ჩვენ ზაფხულში გვიჭირს სადმე წასვლა. ძირითადად ვართ სახლში და თუ წავედით რაღაც ძალიან ცოტა ხნით გავალთ. სხვანაირად ვერსად ვერ მივდივართ. დავჭდე ცოტა ხანი ახლა თქვენს ერთად და დანარჩენს მე მივხედავ. მეგოი გამოიდარეს ცოტა ხუბლები აიკრება. ისეთი კარგი იყო გუში სანაპიროზე. სასიამოვნო ქარი იყო და საღამოს ისეთი სიგრილე იყო. გვიანდებოდა, თორემ იმ დროს უნდა გახვიდე მართლა, მაგრამ მე რომ ჩემი გრაფიკით ვცხოვრობ, უკვე წამოსვლის დრო იყო და უნდა წამოსულიყო. ზოგჯერ ხა იშვიათად, მაგალითად, იშვიათად რომ მიწევს სადმე ისე სტუმრად წასვლა, ან სადმე რაღაც აუცილებელ საქმეზე წასვლა, მაშინ გამონაკლის შემთხვევას ვუშვებ და 12-მდეც თქვათ ვრჩები გარეთ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ვცდილობ, რომ მე ის თავის დროზე დავიძინო და ჩემს თავს და ჩემს ჯანმრთელობას აუწყო ხელი, რომ მე რამე პრობლემა არ შემექმნას და მაგიტომ, თორემ ეხლა გუშინ რომ დავჩენილიყავი 1 საათი კიდე, ხო, უფრო ბევრ რამეს გაჩვენებდით. ხო, ეხლა ამბობენ 10 დღე ამინდი იქნებაო და ეს 10 დღის განმავლობაში გამოვიყენებ ეხლა დროს, რომ მოვახერხო გარეთ გასვლა. დღეს ამირანი იკეთებს მერვეს და შედეგი, რა თქმა უნდა, აქვს, საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. მუხშიც ჰქონდა ტკივილი, იქედან გამომდინარე აუთხრა ამ ექიმმა და ეხლა მუხლაზეც დაუწყო ნემსების ჩხლეტა და ნახოთ, აბა აქ მუხშიც თუ მოეშვა, მაშინ დიდ შედეგამდე მივავთ. იმიტომ რომ ეს მუხლი წლებია ტკივა უკვე და სულ აწუხებს ამ წელმაც და მუხლმაც ერთად ისე ჩაითრია, ისა რომ სიარულშიც უკვე სხვა ვატყობ, რომ სხვანაირად დადის, ფეხს უკვე და მიათრევ და ისე იყო და ნახოთ, აბა იმ ხერხემლის გადახრის გარდა უკვე ფეხსაც შეექმნა პრობლემა. ნახოთ, ყველანაირად აკვირდა, რომ ხერხემალიც გასწორდება და ეგ პრობლემაც მოგვარდებაო და ნახოთ, დღეს არის მერვე და დღეიანად რა დაგვრჩა 8 დღე კიდევ. არა, ღმერთს მადლობა, იმ ექიმსაც მადლობა, რომ ბოლოს ისე იყო, მართლა ძალიან ჭირდა უკვე
მაგას არ უყვარს ექიმებთან სიარული და ძალიან თუ არ შეწუხდა ხომ თავისით არასდროს არ იტყვის რომ მივიდეთ ექიმთან. იმ დონეზე იყო უკვე რომ გადაწყვიტა და თავისით მოინდომა და ეხლა რა შედარება უბრალოდ ჯერ არ ვართ იქამდე მისული რომ სიო მორჩა და დამთავრდა ტკივილი აღარ აქვს მეთქი ასე არ ვართ მაგრამ შედარება გვაქვს ძალიან კარგი შედარება კი არა შედეგი სულ მეშლება მეგობრებო სულ რაღაცას სხვა რამეზე ვფიქრობ სხვა რამეზე კი არ ვფიქრობ ტვინში სხვა რაღაცას ვფიქრობ და სხვა რაღაცას ვამბობ და ეს იმიტომ მემართება იმ ჩემი პრობლემიდან დამრჩა ეს და საუბარი კი არ მიჭირს უბრალოდ რომ მე ვფიქრდები რას ვამბობ მე ვასწორებ ჩემ ნათქვამს და ეხლა ჩემ ვიდეოებს რომ უყურებ რამდენი რამე არ მომწონს იქ ეს რატომ თქვი და რაღაც მაგრამ ეს პრობლემა მაქვს მეგობრებო და თქვენ ვინც ჩემი მაყურებელი ხართ უკვე თვეების თქვენ კარგად გესმით ჩემი პრობლემა და ვინც ახალია იმას არ ესმის და გონიათ რომ მე შლება ისე რაღაც საუბარი არ ვიცი და მაგიტომ მეშლება ცუდად არ მინდა გამომივიდეს უბრალოდ ამას ვიტყვი ახლა და მორჩა ვინც ნახავს ჩემს ვიდეოს და ამაზე აღარ გაამახვილებს ყურადღებას თქვენთან არ მაქვს პრობლემა მე ახალ მაყურებელზე ვამბობ იმიტომ რომ ვინც ახლა ნახავს მე ხომ სულ ადრე თქვი ჩემი პრობლემები ვინც ახლა ნახავს ამ ვიდეოს ეცოდინება რომ მე ეს პრობლემა მაქვს და მაგიტომ არის ბევრი შეცდომა და სიტყვების გამეორება ჩემგან თორემ ეს პრობლემა თავიდან ნამდვილად არ მქონდა თქვენთან არ მაქვს პრობლემა თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი თქვენ იცით ჩემი ყველაფერი და მე ახალ მაყურებელებზე ვამბობ რომ ჩემს ახალმსმენელებზე რომ მათთვის ცოტა იქნება გაუგებარი რომ რატომ ასე და მაგიტომ მინდა თქვი რომ აღარ გავიმეორებ ჩემ პრობლემებზე მეთქი მაგრამ შიგაშიგ ვიტყვი რამეს იმიტომ რომ მაინც უცხოსთვის ძნელია უცბად გაიგოს ის რომ მე რატომ ლაპარაკობ ასე და ბოდიშკიხდით კიდევ ერთხელ რომ მომიწია ამის თქმა მაგრამ რაღაცის გამო საჭიროდ ჩავთვალე ხო მეგობრებო სხვა დღეს მეტი არაფერი არ მაქვს გეგმაში ჯერჯერობით ხოლოდ სახლი მე ვნახოთ აბა სად რას გავაკეთებ და თუ რამეს გავაკეთებ იცით რომ თქვენს ერთად წავალ ყველგან ხო მე იქნება გავვარდე იქ ჩემთან ახლოს პლოშადთან იყიდება ყვავილის ნერგები ხო და მინდა თუ დრო ვნახე ამ შვალეთში სანამ ამირანი მოვა სახლში და გიგას რომ გავშვი იმ შვალეთში თუ გავვარდი 1-2 ნერგის მოტანა მინდა რამე თუ ნორმალური ვნახე ისე საკმაოდ მაღალი ფასები აქვს ყვავილებს ნუ კაი ყვავილს კაი ფასიც აქვს და ხა ისე ძალიან ისე უბრალო ყვავილს ისეც ვნახავ და ვინმეც მომცემს ჩემს ძმასთან ვერ ავედი ერთი თორემ იქ მის რძალს აქვს იმდენი ყვავილი რა ვიცი მართლა არ ვიცი ოთახში ეზოში აივნებზე ყველგან ყვავილია სადაც არ უნდა გაიხედო ყვავილები აქვს ვერ ავედი ერთი თორემ ნერგებს მასაც გამოვართმევ განა არ მომცა რამოდენიმე ნერგი და მეც მივეცი და გავცვალეთ ერთმანეთში მაგრამ მისი 1-2 ყვავილი მაქვს და მე რატომღაც ყველა ვერ გავახარე და ხო ამ იმას ჩემ დაქალსაც გავუკეთე ნერგი ამ ჩინური ვარდის თხოვა რომ ნერგი გამიკეთეო მეო ვერ დავაფესვიანე და აი ნახეთ რამ ხელაფესო აქვს ნახეთ მაგრამ თუ აღირსა აბა ჩამოსვლა დღეს დავურეკო ერთი თუ არ უნდა ნუ უნდა დავურეკო ერთი თუ უნდა ნერგი ჩამოვდი თუ არა და რაღაც საქმეებში ვარო და ვერ მოიცალა რომ ჩამოვიდეს თორემ
ხშირად იცოდა ჩემთან მოსვლა, მე რომ ანდამაიც ვერსად ვერ დავდივარ, ჩემთან მოდიოდნენ უფრო და მაგრამ ამ ბოლოს გადამაგდო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნერგით მოვიტყუებ ახლა. ვუთხრა მართლა, თორემ ამას ფესვები კი არა, აყვავილებაც მოასწრებს, მე მგონი მაგის ანამოა. დაურეკო დღეს და ვუთხრა ერთი. თუ არა და სხვასაც მივცემ. ეკუთვნის. ხუმრობ რა თქმა უნდა, მთხოვა გამოვყვანე ნერგი და ხო თუ მოახერხე, ეგ მინდა გავარდები უცებ და მოვიტანებ, ვნახოთ თუ მოახერხე. ზუსტად არ ვიცი. რას ვიზამ. ხომ ბინაში ვცხოვრობ და იტყვიო რომ რა ახლა, ვინ ვართ ბევრი და ბინა არის და ერთი მეალაგე მოალაგე და არ ვიცი მართლა რა. ბინა უფრო ძნელია მე მგონი იმის გამო რომ ყველაფერს თავისი ადგილი არ აქვს და დიდ სახლში ყველაფერს მის ადგილას მიიტან და არ ირევა და ხო დიდ სახლს და კერძო სახლს უფრო მეტი საქმე აგაბა ეზოაბა ეს მესმის მიცხოვრია და ვიცი მაგრამ აქ ბინაში დალაგებას რომ ვიწყებ მაშინ უფრო ურევ მე მგონი ხო და მაინც ისე მოვა უცებ შვადღე რომ და შვადღე გადავარო ვერ ვასწრებ ყველაფერს და ასე ფაციფუცით და მივეჩვიე მე რას ყველაფერს ვაკეთებ ჩქარა და აი ჩემს თავს არ ვასვენებ თუ საქმეზე გავბივარ ჩქარა უნდა მივიდე იქ ჩქარა შერგებულად და მოსვენებულად რომ აი როგორ შვიდად რომ საქმე გავაკეთო ამ შვიდად ლაპარაკშიც მეტყობა უკვე რომ ზოგ ვიდეოში ჩქარა ვლაპარაკობ იმიტომ რომ მინდა მოვასწრა რომ მე ის საქმე არ დამჩეს ხო და მივეჩვიე ამას და სულ ყველაფერს ვაკეთებ გარბენილი და სიჩქარით ხომ შეიძლება შვიდად გააკეთო და დინჯად გააკეთო არა ჩამომიყალიბდა და ჩვევა კარგით მეგობრებო აბა დღეს დაგემშვიდობებით საღამომდე საღამოს აუცილებლად მოვალ სხვას თუ ვერაფერს ტოლმას მაინც გაჩვენებთ დროებით აბა და შვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ წარმატებები გქონოდეთ ყველას